დილა მშვიდობის მეგობრებო, როგორ ახართ, როგორ გეწინათ? დღეს გადავწყვიტე აივნიდან ჩავწერ მეთქი ერთ ვიდეოს, მაგრამ აი გესმთხმა, მუშაობენ, ჩასხმა აქვს, შენობლება მიდის ჩემს ირგვლივ პროგრამ და სახლში ხმაური შემოდის ყველა ვიდეოში ისმის ხმა, ასე რომ აქ არ გამოვა. ჩემ ხმას ვერ გაიგონებთ. კარგია მინდია, როგორც ხედავთ, ძალიან კარგი დილა. ცოტა ნიავიცა. გზა უნდა გადავიღოთ შიგნით. დღეს ჩემი ოთახის დალაგების დღეა. დღეა ისევ ამბობ თითქოს გარკვეული დღეები ქონდეს. ლეიბე გავამცირე. მთლიანი იუბილკა გავაკეთე ამ ოთახს. წინ დღით, მაგრამ მაინც რადალევ საქმეც ალაგილებს. მინდა რომ თქვენ გეჭორავო. თან ისე მინდა გავაკეთო რომ თქვენ არ დაგხალოთ ჩემი ყურებით. მაგრამ ისეთი არის რომ არაა საჭირო იმ წუთას გადავყარო უნდა. ხო. ეხლა აქაც ამ წუთას ვერ ვაღებ კარს. ხმაური რომ არ შემოვიდეს, მაგრამ მაინც ისმის. ჩემი დალაგებული გარდერობიც რომ გაჩვენოთ. შორიდან ვერ გავალ. იმიტომ რომ ეს სამთრის არის ყველაფერი და ყველა სათითაოდ პარკებში მაქვს ჩალაგებული. აქ ჩემი ჩანთებია, მაგრამ რატომღაც ერთს რომ ავიჩემებ მე სულის ერთი მინდა. აქაც ასე ჩალაგებული. აქ ცოტა არ მაქვს ეტყობა ლამაზად. აქეთ კიდე საბნები მაქვს. იმ ადგილობის გამო ყველაფერი ასეა. აი აქ თეთრეულები, პირსახოცები და აი ამას ვამბობდი. ნახე? რამდენი ტანსაცმელია ერთად. ამისთვის მჭირდება აუცილებლად. არაშოს ქვემოთ კიდე ფეხსაცმელები. ხო. ასე. ყველაფერი ხმაურობს, ხო? აქ კიდე ჩემი ფეხსაცმელებია, ჩემი ქარის ფეხსაცმელებია ყველა ყუთებში. რასაც ხშირად არ ხმარობ. უჯრებშიც ისე ჩალაგებულია ყველაფერი. აქაც ისე ყველაფერი ჩალაგებული მაქვს. მაგრამ ცოტა ხელის შევლება მაინც უნდა. აქაც ყველაფერი ჩალაგებულია. აქაც ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. რატო ესე არასწორად. აქაც
სამთრის ტანსაცმელები ჩალაგებულია. აქაც ჩალაგებულია ნივთები. აქაც ჩალაგებულია. ეხლა არ მიყვარს მეთქი შეღებვა, მაგრამ რომ დამჭირდება, კი მაქვს ესე უქონარი არ ვარ. სახის კრემები. ამასაც რომ გაჩვენოთ. პუდრი. ესეც კიდე ასე გადავიღო. ეგეც კიდე ტონალურია. დამწამებისთვის. ეს კიდე წარბებისთვის. ეს გაჩვენებთ ხო? აგიც კიდე წარბებისთვისა. აი. ხო, სუნამოები. ყველას არ ამოვიღებ ახლა. აქ ისეთი ნივთებია. ხო, აქ ეს არის მეგობრებო შამპუნსაღებავი. რაც მე ძალიან კმაყოფილი ვარ და კარგად გამოვიყენე. არ ვიცი ახლა ამას YouTube-მა დამიბლოკოს. აქ კიდე კრემები მაქვს სახის, ხელის, ფეხის. ეს მაკიაჟის მოსაშუალებლები. ეს საათი. ეხლა ჰიდრული საათები არ მაქვს. ხო, აქ კიდე ჩემი ზარდახშაა და ამისი დალაგებაც მინდა. იმიტომ რომ აქ მიდევს ისეთი ურსაკიდები, რომლებიც შეიძლება რომ იქ ჩამოვკიდო. აქ ჩემი ბიჟუტერიებია. ყველას აღარ გაგათვალიერებიებთ. მაქვს რაღაცეები, ასე რომ. ეს არის ასეთი სამაჯური. ზუსტად ასეთი სამაჯური მქონდა ოქროსი და დავკარგე და მსგავსი ბიჟუტერია შევიცინე. ეს არ არის თემუსი, ეს ისე ვიყიდე, ოღონდ თემს პარკი გამოვიყენე შესანახად. თემუსგან ეს ვყიდულობ როგორ რაღაცებს. გაჩვენეთ, იმიტომ რომ არ ტყუი ვარ. სიტყვაზე მენდეთ ზოგიერთი რამ, ყველაფერს ხომ ვერ გაჩვენებთ. ხო. ასე და ამგვარად დღევანდელი დილის რუტინა ეს იყო. ეხლა ხო, გუშინ ფეხბურთს ვუყურებ. ხომ თქვი, უყურებ. მოვიგეთ. კარგი იყო გამიხარდა, მოვიგეთ. ხო, ეს შავები სულ მაცვია, რატომ? ძალიან ბევრი დამიგროვდა შავები და ასე და ჩავიცვა ხან სახლში, ხომ ვერ გადავყრი. თორემ ცოდვა ტანსაცმელი. გარეთ უფრო ღია ფერებს ჩავიცმევ და სულ ასე შავებით არ მოვა. ცუდი საყურებელი იქნება მის თქვენთვისაც სულ შავი ტანსაცმლით. ერთმა ჩემმა მაყურებელმა მომწერა თქვენს ჯანმრთელობაზე გვესაუბრეო. აუცილებლად შემოწვიფასებო, მაგრამ ჯერ თავს შევიკავებ, იმიტომ რომ რა ვიცი, ისედაც თქვი რაღაცეები და ეხლა სულ ჩემ პრობლემებზე და სულ ჩემ ჯანმრთელობაზე და რაღაც ისეთებზეც არ მინდა ჯერ საუბარი და ნენელა გეტყვით ყველაფერს ჩემ შესახებ, როგორ არ კი არ მალავ არაფერს. უბრალოდ არ მინდა რომ
სულ ასე ცუდი ამბებით მოვიდე. ცოტა დიდი ამბავია და ესე უცბად ერთ სიტყვაში და ორ სიტყვაშიც ვერ მოვყვები და მაგიტომ ამ წუთას თავს შევიკავე. თორემ გავითვალისწინებ თქვენ ნათქვამს და მოვიყვებით. მე ხომ დაგვიდით, შემომთავაზეთ რამე იდეები და აუცილებლად მეთქი. კი, მოგიყვებით, ოღონდ ჯერჯერობით თავს შევიკავებ იმის გამო, რომ აი სულ რაღაც ხო, ჩემი ვიდეოები ახლიდან ნახე, ცოტა გადავახვიე და ვნახე და უმეტეს ვიდეოში ისე გამომდის, რომ თითქოს რაღაც პრეტენზიებს გამოთქვამ, თითქოს რაღაც შეწუხებული ვარ, ის ვერ ვიყიდი. არა, მეგობრებო, უბრალოდ თემას მოყვება და ვამბობ, თორემ არა, არ წუწუნებ არაფერი. შიგაში ვიტყვი რაღაცებს და თქვენთვისაც გასაგები იქნება. ხო, ეხლა მინდა რომ გავწურო ფორთოხლის წვენი. ყოველ დილას ვსვამ ფორთოხლის წვენს. ერთ ცალს. ეგ კუჭნაწლავისთვისაც კარგი არის. ცოტას ჩამოსუსტებაშიც დაგეხმარება. ბევრი არა. სეზონზე ადვილია. ეხლა ცოტა ნაკლებად არის. არ არის იმდენი, მაგრამ ჩვენ ხარად რომ ბაზარში არის, კი მოაქვს და აი რამდენია. მე რამე საჭმელს მოვიფიქრებ და გავაკეთოთ ერთად მე და თქვენ. ხო, რაღაცები მაქვს გეგმაში, მაგრამ დღეს რომელი კერძით მოვალ, ჯერ არ მაქვს ზუსტად გადაწყვეტილი. ამ ჩინურ ვარდს ეს აქვს ძალიან ცუდი თვისება. აი, ჩამოვარდა ეხლა ამ წუთას. გადავაგდებ ეხლა ამას ორივეს. ერთ დღე ნახევარს ძლებს, მეც ვერა. ნახეთ, დღეს ეს გამოიღო. როგორ მიყვარს იცით? აგერ ხვალ ეს იქნება. ძალიან მიყვარს. ვარდი არის ჩემი სილამაზე. ძალიან მიყვარს ვარდები და მინდა ის პატარა ვარდები რომ არის. ეგ ვიყიდო 1-2 წილი მაინც და დავაფესვიანო. 1-2 სახეობა მეყოფა. ბევრს ბინაში რამდენს გააკეთებ ახლა. ზაფხულში კი კარგია, ყველას აი მასე დააწყობ და ლამაზია, მაგრამ ზამთარში ჩემს ზალაში არის ცოტა სიბნელე. ისეთი ნათელი არ არის, როგორც ახლა ვიდეოში ჩანს. აქ კი, მაგრამ აქ ზამთარში სიცივეა ცოტა. კარმაიქით მიდგას. ხო და იქ ვერ დავალაგებ. ამიტომ ამბობდი გუშინ განლაგება არ არის ისეთი მეთქი. მეყოფა ეს ორი ვარდიც მეყოფა ჩემთვის გება. გავადავინახავ, მშვენიერი სილამაზეა. თქვენთან ერთად სამზარეულოსაც დავალაგებ. ცოტა ასე ახლოს მოგიყვანოთ ჩემთან. ისე რომ არ ვიხმაურო. აი თქვენ როგორ განწყობაზე ხართ თქვენ რა საქმეა. აი თითქმის მშრალია. მინდა
ეს გარეთ გასვლა რაღაც სული მთხოვს. ჩემი დასჯა თუ გინდათ ერთი კვირა არ გამიშვათ გარეთ. დასჭირები მიყვარს გარეთ სიარული. ეს სტილები ასეთი 3-4 მაქვს. ბევრი მაქვს კიდევ სხვანაირები. ხო, ეს მინდოდა მეჩვენებინა კიდევ თქვენზე. ნახეთ? ეს გამოვიწერე თემუსგან. გაზის საგაჩვენოთ კარგად. გაზის ასანთებია. აი ნახეთ როგორია. ეს მაქვს უკვე სადღაც თვენახევარი ალბათ შეიძლება მეტ ნაკლები არ ვიცი გამოწერილი და 2 ხაზია, ხო? აი 2 ხაზია. დარჩენილი. ეს 4-ვე უნდა იყოს შევსილი, ბოლომდე დატენილი რომ არის. თვენახევარია, ძლივს აქამდე ჩამოვიდა. ძალიან პრაქტიკული რამეა. და თან იგიც არ აქვს, ნახეთ? აი, ალიკი არ აქვს. ასეთი პატარა განათება აქვს. და მორჩა. გაზიანთება განადვილა. ისეთი პრაქტიკულია, ისე კარგად გამოვიყენე. კი. თემუსგან ბევრი რაღაც გამომიწერია, მაგრამ ასეთი რა პრაქტიკული რამე რა ვიცი, აბა. ეს ყველაზე მეტად მომეწონა. ო, კიდე რა მინდოდა მეთქვა. ეხლა შეიძლება ვხრათ, რომ ამ საჭმელებს რასაც აკეთებთ, ამდენს როგორ ჭამთ. შეიძლება ფიქრად მოგივიდეთ, ხო? იჭმება ხო? ჩვენთან საჭმელი იჭმება. სიფის კრემით წმინდა გაზს. მე სიფის კრემი რომ გამოვიყენე, ასე კარგად კი სითხეებიც მაქვს. რა, ასე კარგად რა ვიცი, ჩვენება წმინდა და ყველა დღე და ყველა წუთში. მაცივარი მაქვს დასალადებელი კარგად. ყველაფერი უნდა ჩავალაგო, დავახარისხო. ასე თქვენ ერთად თან საქმეს გავაკეთებ და თან თქვენს გაწევრებები. ამასაც ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ვრეცხავ და მშვენივრად ირეცხება. უბრალოდ ხალ კილოს გადაусმება, არ არის ისეთი. ეს გაზიც არის
უი რამდენი წლის სადღაც 15 წლის ალბათ. ხო, მე ამ ბინაში ბინა 2 წელიწადს ვაქირავებდით. ხო და იმიტომ არის ცოტა რომ ზოგიერთი რაღაცა უფრო გაფუჭებულია. მე ხალ სადაც მდგურების არა შუაშია ისეთი მდგურებით შემოხვედრია რომ ჩემზე სუფთა და კოქტეილიც ყოფილა. მაგრამ ისეთიც შემოხვედრია რომ ვიცი რა დატოვე და რა დახდაო რომ ეხლა აღარ ვაქირავებ რამდენი წელია უკვე ზამთარში ჩემი შვილები ჩამოდიან ისვენებენ ნამდვილად აღარც მაქვს მაგის ძალა და ენერგია მოდი დაალაგე, მე ახალი შევშვი, მე მიდი დაალაგე. არა, ხა ცალკე ჩემი ვინა რომ მქონდეს კიდევ, რა პრობლემაა, რაღაცას მაგაც მიზამდი, მაგრამ მე ჩვენც გვიწევდა სადმე გასვლა. ეხლა არ მაქვს ცალკე მე საცხოვრებელი რომ გავიდე და აქ გავაქირავო და ნამდვილად აღარ მიღებს რა. განა არ არის საჭირო, მაგრამ ძალიან დიდ შრომას და ენერგიას მოიწევს. მე რომ ცალკე ბინა მქონდეს და იქ ჩემი ცალკე ყველაფერი მქონდეს, მაშინ ადვილია. გადავარგდი, გადმოვარგდი, იქ ცალკე გჭირდება რაღაც ბევრი, აქ კიდე ცალკე გჭირდება და აღარ მიღებს რა. ისე ძალიან საკმაოდ ძვირია აქ ბინები. ხა ჩემს გვერდით მაგალითად $700-შიც აქვთ გაქირავებული. ჩემნაირი ფართია. ხოდი მას 3 საძინებელი აქვს. წლობითაა გაქირავებული. წესიერი პატიოსანი ცოლ-ქმარია ოჯახით. რატომაც არა ახლა $700 ნამდვილად კაი თანხაა, მაგრამ ვერა. ჯერ ჩემი ქმარი მუშაობს დილის 5 საათზე გადის, საიდან გინდა რომ მოხვიდე ახლა სოფელში დედაჩემთანაც წავალ, მაგრამ იქიდან ვერ ივლი, ხო? მე აქ რომ კიდევ მე ცალკე ვიქირავ, ვეღარ ნახავ ბინას. სულ პატარა ფართით საერთოდ მოუწესრიგებელი ბინაც რომ იყოს და ერთი ოთახი იყოს, ხო? იგიც ყველაზე დაბალი ფასი არის 400 ლარი. იმაზე დაბალ ფასში აქ ვერსად ეგეც თუ ნახე სადღაც გარეობაში შორს. ხო და აღარ მიღირს ახლა 400 და 400 ლარი თუ იქ მე გადავიხადე, მე გზის ხარჯი ცალკეა, ხო? შორი გზიდან რომ იაროს სამუშაოზე გინ ჩემაში მაგი. მე აღარ ღირს და ჩემი შვილები რომ ჩამოვლიან კიდე ბავშვებით იქ პატარა ფარჩი ვერ მივიღებ. და ამიტომ ჯობია რომ ასე ვიყო. გადავწყვიტეთ რომ არა და აღარ ვაქირავებთ. თორემ შემოსავალი არ არის და როგორ არ არის. ეხლა საქმის მეტი რა მაქვს. მოსაწმენდი მაქვს, სულ იატაკები, პატიზმიც მინდა დავალაგო. სარეცხები ჩვეულებრივი დღე. დღეს დილის რაც იყო ეს არის. მოვალ მეგობრებო ისევ საღამოს აუცილებლად მოვალ.
განსხვავებული ვიდეოთი ალბათ. ცოტა მაინც. ჯერ საქმე კიდევ აუარებელი მაქვს, მაგრამ მაგას არ დავეძებ, ეხლა ხო ყველაფერს არ გაყურებინებ, იატაკების მოწმენდა, მტვერის გადაწმენდა და მაცივარი დამჩა კიდევ. ხო, ესე რომ დაღლილი იმით ვოხრავ, ეს კიდე არ შეიმჩნიოთ გთხოვთ, იმიტომ რომ ძალიან ადვილად ვიღლები და ასე მაქვს ხმა ბოდიში ამისთვის, აბა კარგად.